მოგესალმებით, მეგობრებო, ძვირფასუდებო და ძმებო. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემა. რასიზმი და მისი გამოვლინება. სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში ძალიან მოიკიდა რასიზმმა ფეხი, განსაკუთრებით კი ეს ბოლო დროს შეინიშნება სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიაში და მე დღეს მინდა წაგიკითხოთ წმინდა წერილებიდან მომენტები, სადაც ღმერთი გვეუბნება თუ რა არის რასიზმი და როგორ უნდა ახმოვფროთ. უპირველეს ყოვლისა მინდა გავიხსენო ნაწყვეტი ბიბლიიდან. ეს არის საქმეების წიგნი მუხლი 17 თავი 26. სადაც ღმერთი გვეუბნება, რომ მან შეგვქნა ერთი სისხლისგან. დავუკვირდით, ერთი სისხლისგან. და მეცნიერები დღესდღეობით ამტკიცებენ, რომ ღმერთმა არა მხოლოდ ერთი სისხლისგან, არამედ ერთი დნმ-ისგან შექმნა ადამიანი. და ჩვენ მზად ვართ ერთმანეთი დავჭამოთ. და ეხლა წაგიკითხავთ მორმონის წიგნს კიდე ერთ დამოწმებას იესო ქრისტეს შესახებ, რომელიც გახლავთ აღდგენილი სახარება, აღდგენილი ღვთისმსიტყვა. ეს არის მეორე ნეფი, მუხლი 26 თავი 33. რადგან არც ერთი ეს ურჯულოება არ მოდის უფლისგან, ვინაიდან ის აკეთებს იმას, რაც არის კეთილი ადამიანთა შვილებს შორის და არ აკეთებს არაფერს გარდა იმისა, რაც ნათელია ადამიანთა შვილებისთვის და ის მოქმედებს მოუხმობს ყველას მივიდნენ მასთან და იგემონ მისი სიკეთე და არავის არ ეუბნება უარს, ვინც მასთან მიდის, შავსა თუ თეთრს, მონასა თუ თავისუფალს, მამრსა თუ მდედრს და ახსოვს მას კერპთაყვანის მცემლენიც და ყველა ერთია ღვთისათვის, ორივე იუდეველიც და წარმართიც. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ღვთისშვილები, ანუ ერთნი ვართ. და თუ კი ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანებს და გვწამს ღმერთის, ღმერთი რას გვეუბნება კიდე, რომ მოდით ჩემთან ყველა ტვირთ მძიმენო, ყველა ღმერთი არ იძახის, რომ შენ იცი რა არის, შენ მართლმადიდებელი ხარ და წადი რა აქედან. არა. ღმერთი არ იძახის, შენ კათოლიკე ხარ, წადი აქედან. ღმერთი არ იძახის, შენ მუსულმანი ხარ, წადი აქედან. არა. ჩვენ ვართ ყველანი ერთი. ღმერთი არ იძახის, შენ სომეხი, შენ უკრაინელი, შენ ისა რა ქვია, ქართველი, შენ ისა, ხო? არა, ღმერთი იძახის, შენ ხარ ჩემი შვილი. და ღმერთი გვეძახის, მოდით ჩემთან ყველა ტვირთ მძიმენო. და ჩვენ კიდე
უფრო და უფრო ვამძიმებთ ამ ტვირთს ჩვენი ერთმანეთის მიმართ სიძულვილით. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ რომ დაასრულოთ ეს ასე ვთქვათ სიძულვილი ერთმანეთის მიმართ, ეს რასიზმი და გახდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანები. რამე თუ ღმერთი თავის სიტყვაში ძახის, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია და მოდით ვანახოთ ერთმანეთს ჩვენი რწმენა საქმეებით. გისურვებთ ღვთის მფარველობას, ღვთის კურთხევას და ღვთის წყალობას დროებით.